მოგესალმებით, მე ვარ კახაბერ შარტავა და დღეს მექნება ჩართვა გურამ დადიანიძის დეიდასთან, რომელიც მოგუყვება გურიკას ბავშვობაზე, როგორი იყო ის დაბადებიდან იმ საბედისწერო დღემდე. მანამდე კი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა მოქალაქეს, რომელიც მოუთმენლად ელოდება ყოველ წამს სიახლეს გურიკას შესახებ. მადლობა მინდა გადაუხადო თაიას, ელენე კორუხაძეს, მადლობა მინდა გადაუხადო ყველა კონტენტ კრეატორს, რომელმაც ერთი ვიდეო მაინც ჩაწერა. მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც ვიდეო მიმართვით თუ ნებისმიერი პოსტით მხარში დაუდგა გურიკას დედას, რადგან ქალბატონმა სოფო ბიბილაშვილმა 12 წლის მანძილზე პირველად იგრძნო ასეთი ძალა. ახლა კი შეგვიძლია დავიწყოთ ინტერვიუ, სადაც ერთ-ერთი ეპიზოდი გურიკას ცხოვრებიდან იქნება თურქეთი, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდა საზოგადოებას. ქალბატონო თამარ, მოგესალმებით. მოგესალმებით. ქალბატონო თამარ, მაყურებელი რომ არ დაიგნეს, მოდით ავუხსნათ, რომ თქვენ ხართ სოფო ბიბილაშვილის ბიძაშვილი, დედის ძმის შვილი. სოფოს დედა და მამა ჩემი იყვნენ და-ძმა. ჩვენ ვართ გაზრდილები, როგორც დედმამიშვილები და არა ბიძაშვილ-მამიდაშვილები, იმიტომ რომ რაც ჩემი შეგნებული ცხოვრება, რაც ჩემი თავი მახსოვს, ჩვენ ერთად ვიყავით. ქალბატონო თამარ, მოდით ყველაფერი დავიწყოთ იქიდან, სანამ გაჩნდებოდა გურიკა. სიყვარულით შექმნილი ოჯახი. კი, სიყვარულით შექმნილი ოჯახი. ეს იყო 95 წლის მიწურული. როცა სოფო და რეზო შეუხვდნენ და სექტემბერში უკვე მოგვევლინა გური. სად იზრდებოდა გურიკა? ანუ რომელ ქალაქში ან სოფელში? გური იზრდებოდა გორის რაიონის სოფელ შერთულში. მაშინ მოგეხსენებათ არ იყო შუქი, არ იყო ესეთი პირობები, როგორც ახლა ბავშვების აღზრდისთვის, მაგრამ მაქსიმალურად, აბსოლუტურად მაქსიმალურად ჰონდა გურის როგორც ბავშვს მაქსიმალური კომფორტი, თავისი კუთხე. ვიცი რომ თქვენ არ დაგიკარგავთ კონტაქტი და ფაქტიურად თქვენ თვალწინ გაიზარდა გური და აი რომ მოგვიყვეთ პატარა გურიკა როგორი იყო? პატარა გურიკა იყო ძალიან ცელქი. იყო ძალიან მოძრავი ბავშვი. გურის ბავშვობაში აქვს გადატანილი მენინგოკოქცემია, ანუ აი წამებით რო არიან საავადმყოფოში მისულები, დილის 4 საათი იყო, ალბათ სოფო რო ღამე უცვლიდა ბავშვს და შეამჩნია ტანზე ლაქები, აი სანთლის შუქზე რო შეამჩნია ბავშვს ტანზე ლაქებს და იმ წუთში რაღაცა იეჭვა, რომ ბავშვი ვერ იყო კარგად უცბად, სიცხე წამოუვიდა და პირდაპირ წაიყვანეს თბილისის საავადმყოფოში. მაშინ რომ გამოყვავდა საავადმყოფოდან ექიმმა ესეთი რაღაც უთხრა სოფოს, რომ ამ ბავშვს რომ გაიზრდებაო, ან ტკბილები ექნება ძალიან დაზიანებულიო და ფაქტიურად მოუწევს რომ ყველა ტკბილი შეიცვალოსო, ან თმა გაუთეთრდება სულო, აი სულ თეთრი ექნებაო, ან კიდე რამისი შიში გამოყვება. და გამოყვა სიბნელის შიში. ანიკურად ეშინოდა სიბნელის. როდის შეამჩნიეთ ეს სიბნელის შიში? პირველად. უკვე რომ მოზრდილობაში, აი მაგალითად მეორე ოთახში თუ ბნელოდა არ გავიდოდა არასოდეს, უნდა გაყოლოდი, აი წყალიც რო სდომებოდა, უნდა გაყოლოდი და მიკეცა. ანუ ბნელ ოთახებში, სიბნელეში ღამე გარეთ არ გადიოდა. ყარიან ბავშვები რომ ღამე გარეთ თამაშობენ. აი გურის ღამე გარეთ გასვლა არ უყვართ. რამდენი წელი იზრდებოდა დედასთან და მამასთან ერთად? გურიკა რამდენი წლის იყო რო დაშორდნენ? გური 9 წლის იყო მშობლები რომ დაშორდნენ. და რამდენად სტრესული იყო მისთვის მათი დაშორება? სოფოსი და რეზოს დაშორება გურისთვის სტრესული, თავისებურად რა თქმა უნდა რაღაცნაირად სტრესულია, მაგრამ სოფოს და რეზის არ ქონია ისეთი დაშორება, რომ სკანდალი ან რაღაცა ბევრჯერ გაგვჩენია კითხვა მეც ჩვენ ხო ყავს კიდე ბიძაშვილ-მამიდაშვილები და
გვიკითხიან, ნეტო ესენი მართლა დაშორებულები არიან, ну აი ერთად რო ყოფილან ისე ხუმრობდნენ, ისე არ შეიმჩნეოდა ის შიდა დაძაბულობა, ვთქვათ, რაც თქმა შორის გაყრის მიზეზი ხდება, რომ ვინმესთვის, თუნდაც ბავშვისთვის ეს ყველაფერი ყოფილიყო სტრესული. ანუ ცივილურად მოხდა მათი დაშორება, ну ხდება. კი ბატონო, ეხლაც აი ამ წუთასაც თუ ერთმანეთს მიწერენ და მოწერენ, რო კითხოთ, ან ერთსაც და მეორესაც სოფო რეზო დაახასიეთე და რეზო სოფო დაახასიეთე, აი ესეთი გაცვლითი ის არც ერთი ერთმანეთზე არ არსებობს, რომ თქვას უარყოფითი. იმიტომ რომ აქვთ ჯანსაღი შეხედულება, ადამიანები სცემენ იმ განვლილ წლებს პატივს, რაც ერთად იყვნენ, იმ განვლილ მომენტებს და პირველ რიგში საერთო შვილს, რომელსაც ჭირდება ჯანსაღი გარემო, რომ იქონდეს ჯანსაღი გონება. გურიკა წამოიყვანა სოფომ. გურიკა წამოიყვანა სოფომ. რა როლს თამაშობდა დაშორების შემდეგ მამა გურიკას ცხოვრებაში? გურის როცა მამასთან მოუნდებოდა ყოფნა, არ ყოფილა ის მომენტი, რომ აი მე შენთან არ გამოვშვებ, არა, პირიქით თავისუფლად მოდიოდა მიყავდა, ან სოფოს მიყავდა იქ. ძალიან ის იყო, ჩვეულებრივი ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილსაც. ასევე მამის სანათესაოსთან, ხო, თამარ ჩაგეკითხა. ასევე მამის სანათესაოსთან, რა თქმა უნდა. გურიკას ბიძას კახას რეზოზმაზე მაქვს საუბარი, დღესაც რო ველაპარაკებით გურიზე და რო უხსენებ გურის ადამიანს იმხელა ემოცია აქვს, რომ კირილისგან თავს ვერ იკავებს. გური განაგრძობდა ჩვეულებრივ როგორც მის ასაკს შეეფერება ლაღ ცხოვრებას, დაღი იმას, რომ დედმამა დაშორდა ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში ბავშვს არ ემჩნეოდა. არა, მაგისი დაღი არ ხომ არის, რომ ბავშვები ჩაიკეტებიან რაღაცას პროტესტით გამოხატავენ იმის გამო, რომ დედმამა დაშორდა, ან რაღაცა სხვანაირად ხასიათი ეცვლებათ და რადიკალურად იცვლებიან. მსგავსი რაღაც გურის არ ქონია. აი, არასოდეს შემიმჩნევია. ხვდები განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ. აი რომ მოგვიყვეთ თქვენი ურთიერთობის შესახებ. გური მართლა განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდა მე და გურის, იმიტომ რომ ძალიან შეეძლო სიყვარულის გამოხატვა, გამოხატვა იმ ადამიანებთან, ვინც უყვარდა, არ იკავებდა არასოდეს ემოციას. დეიდას მეძახდა სულ, ანუ სახელით თუ მომართავდა იშვიათად დამიძახებდა ხოლმე თამოს. თორე სულ დეიდას მეძახდა, მე არ მახსოვს გურის მომართვა სხვანაირად ჩემს მიმართ. ძალიან იშვიათად რომ გავიხსენო, რომ დაუძახია თამო. თორე ისე სულ დეიდას მეძახდა ხო. აღენიშნებოდა ბავშვს რომ დეპრესიული ან რაღაცა გულჩათხრობილი რომ ყოფილიყო, აი მსგავსი ნიშნები, ან სევდიანი, ან რაღაცა აი რამე ისეთი, რომელსაც გამოყოფდით და შეიძლება მაშინ უბრალოდ გამოგეპარათ. მე არ მახსენდება მსგავსი, მართლა არ მახსენდება ისეთი ძალიან მხიარული ბავშვი. არ მინდა ვთქვა, რომ იყო. მაშინ ბავშვი იყო, ალბათ კაცია. ანუ იზრდება გური, ნელ-ნელა უახლოვდება გარდატეხის ასაკს და აი რა ურთიერთობა ჰქონდა დედასთან? იყო რომ ვთქვათ, აი ხვარიან რომ შობელს გააფრთხილებს, აქ მივდივარ, იქ მივდივარ, დამაგვიანდება. ანუ დედამისთან თუ ჰქონდა ეგეთი ურთიერთობა, თუ შეეძლო, აი ვთქვათ, სადმე წასულიყო და ვთქვათ, სოფო არ ყოფილიყო საქმის კურსში. არა. მსგავსი რაღაც არ ახსენდება სოფო სულ იცოდა სოფომ გური სად იყო. 99%-იანი ალბათობით ეხლა არის ადამიანები უკვე დიდი ბიჭი როცა არის რაღაცას რომ დედას რაღაცა პატარას არ ეუბნება, ან თუ მეგობარ გოგოსთან მიდის, არ ვიცი მე ახლა ზუსტად მეგობარი გოგო ყავდა თუ არა, მაგრამ არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ სოფოს ქონოდა იმაზე სანერვიულო, რომ არ იცოდა გურის ადგილი. საკმაოდ კომფორტული ბავშვი იყო. კომფორტული ბავშვი იყო, მაგ მხრივ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ დედაშვილს. იყვნენ საუკეთესო მეგობრები, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ სოფო იყო ძალიან მეგობრულად უდგებოდა, იმიტომ რომ მაინც გარკვეულ ასაკიდან უკვე რომ სოფო ემიგრაციაში წავიდა და ბავშვი იყო
დედას რაღაცნაირად თითქოს მონატრებული ის დისტანცია ხმა მეც გამივლია ეგ პერიოდი ჩემ შვილებთან დისტანცირებულად როცა კავშირთან ურთიერთობა მაქსიმალურად ცდილობდა რომ ყოფილიყო მეგობრული რომ გურის არ ეგრძნო ის რომ სოფო იყო კაცრი მშობელი რომ შეიძლება მაგ შემთხვევაში დისტანცია უფრო გაეზარდა სოფოსთან ხდები ან რაღაცაში დაედანაშაულებინა არა ვერ დაადანაშაულებდა იმიტომ რომ სოფო იყო მაქსიმალურად მეგობრული გურისთან აი მაგალითად ავიღებ თურქეთის პატარა პერიოდს როდესაც გური იმყოფებოდა თურქეთში დედასთან და მამას რეზოს ეგონა რომ გური მუშაობდა და სოფოს თხოვა დედა მამამაც რო არ ინერვიულოს მოდი მე ვეტყვი რომ მე აქ მუშაობ და ის შაბათი დღე რომ მოვიდოდა და დაურეკავდა რეზო ესე ეთქოდა ხოლმე უფ აი მამა როგორ მტკივა წელი ისეთი გადაღლილი ვარ და ამ დროს არ მუშაობდა მაგრამ მამამის იმით ამშვიდებდა რომ არ ინერვიულო მამა მე აქ უსაქმურად არა ვარ აი ისე მტკივა წელი ისეთი გადაღლილი ვარ და მადლობა უფალს რომ შაბათია და ვისვენებ ანუ მსგავსი ისინი იცოდა ოხუნჯობები იცოდა ის მაგალითად რომ სკოლიდან გამოსვლა რომ უნდა მე-9 კლასიდან დედას დაურეკა რომ იცი რა დედა მამაც მეუბნება რომ გამოვიდე და რაღაცა პროფესია ვისწავლო მე მამას ეუბნეოდა აი დედაც მეუბნება მამა რომ გამოვიდე და რაღაცა პროფესია ვისწავლო და გური სწავლობდა ფასიან კერძო სკოლაში და ბოლოს უკვე რომ ვერცერთ ვეღარ ითანხმებდა ბოლოს გამოაცხადა გადაიხადე სკოლის გადასახადი და იარეთ ორივე მე იმ სკოლაში აღარ ვიყავი აი ზუსტად ისე გამოაცხადა იცით რა მაინტერესებს გური როდის რომელი კლასიდან გადმოვიდა თბილისში სასწავლებლად და რატომ იმიტომ რომ სოფო ემიგრაციაში მიდიოდა გური 9 წლამდე სწავლობდა სოფელ შერთულის ძევერის სკოლაში მე-4 კლასამდე კი ძევერა შერთულს მოგეხსენებათ ერთი სკოლა აქვს სწავლობდა ძევერა შერთულის სკოლაში მე-9 წლამდე მე-7 კლასიდან მე-9 კლასამდე სწავლობდა თბილისში და ის შუა პერიოდი სწავლობდა გორში ბიძასთან და ბისოლასთან და ბებიასთან როცა იყო სოფოს მშობლებთან და ძმასთან მაშინ ეგ პერიოდი სწავლობდა გორში ანუ გური იყო 9 წლის როდესაც დაშორდნენ დაახლოებით და მალევე წავიდა უკვე სოფო ემიგრაციაში შემდეგ გური დარჩა სოფოს ძმასთან და დედასთან და მერე გადავიდა მამიდასთან უკვე თბილისში. მერე გადავიდა კი მამასთან თბილისში. მამასთან და მამიდა ახლოს ცხოვრობდნენ, ხო ერთმანეთთან როგორც ვიცი. ხო, როგორც ვიცი, მამიდა მეზობლად ცხოვრობდა და ახლა როგორც დედმამიშვილებს ხან არის რომ რეზო ოჯახი არ ქონდა, ანუ დედასთან ცხოვრობდა, მამიდასთან და სხვა ოჯახი არ შეუქმნია რეზოს. და ანუ ბაშთან გაზრდაში მიხმარება ხომ უნდა და უეხმარებოდა დედა და როგორც ყველა ნორმალურ ოჯახში ხდება. კი ბატონო, ანუ სოფოს დასვლის შემდეგ სადღაც 2 წელიწადში გურიკა გადმოდის თბილისში 11-12 წლის ასაკში, როგორც მივხვდი, მამასთან და უკვე მის გაზრდაში დიდ როლს იკავებს მამიდა. კი. მამიდა. მამიდა ბებია კი. 12 წლიდან. სოფო რო წავიდა აღარ ჩამოსულა მაშინ. სოფოსთან ერთად იყო დედა თქვენი. სოფო რო წავიდა, მაშინ გამოგეხსენებათ როგორი პერიოდი იყო გაჭირების და ასე შემდეგ მე დედამაც გამოთქვა სურვილი რომ იქნება როგორღაც შევიფსუბუქო ეს ცოტა მატერიალური მდგომარეობაა, იმიტომ სამობოლს გვზრდი და მაშინ და სოფომ უთხრა რომ ჩამოდი ჩემთან და ჩვენ ერთად ვიქნებით და ვიმუშაოთ და წავიდა დედა და ალბათ რა ვიცი 5 თუ 6 წელი ასე ერთად იყვნენ სოფოსთან ერთად. კი ბატონო ერთად ცხოვრობდნენ. სოფო ფინანსურად ყველანაირად უზრუნველყოფდა გურის. აბსოლუტურად ყველანაირად სოფო უზრუნველყოფდა ფინანსურად გურის. ჩაცმა და ყვება, სწავლის გადასახადი ყველანაირად უზრუნველყოფდა გურის. რაც საჭიროებას მოითხოვდა რა თქმა უნდა მამაც, მაგრამ სოფოც მაქსიმალურად
მაქსიმალურად სკოლის გადასაყრდნობა იხდიდა, ჩაცმას სოფო უგზავნიდა იქიდან ტანსაცმელს, ანუ მაქსიმალურად უზრუნველყოფდა სოფო გურის ფინანსს. და ყოველდღიური ურთიერთობა მათ შორის დედაშვილს შორის არ გაწყვეტილა, ხო? არასოდეს არ გაწყვეტილა ეს ყოველდღიური ურთიერთობა. ჩემთან რო იყო ხოლმე მეტყოდა ხოლმე თან პატარა რო იყო თამო დედას მიწერე და დედას მიწერე რა გეხვეწების კაიფში შემოვიდესო და მოგეხსენება დროის ცვალებადობა და სოფოს მუშაობის რეჟიმი და ამიტომ ცოტა გვიან უხერხდებოდა ხოლმე სკაიფში შემოსვლა. მაგრამ მაქსიმალურად აი ესე ცდილობდა რომ არ დაძინებოდა რომ თუნდაც იმ საღამოთი ის 5 და 10 წუთი დედა დაენახა და დალაპარაკებოდა. არა ის არასოდეს გაწყვეტილა მათი ურთიერთობა, აი არასოდეს. ხომ არიან რომ ბიჭებს მოზრდილობის პერიოდში რო აქვთ რაღაცა ან ბევრი ჩხუბები და ის გარდატეხის ასაკში და ის ბიჭურის მსგავსი რაღაცა ესეთი არ გვახსოვს რომ ბურიკაზე ვიღაცა მოსულიყოს და ეთქვას რომ აი თით რა ბური მაქი ჩხუბა. არა, მსგავსი რაღაცები არ ხდებოდა ცხოვრებაში. ყოველ მეორე თუ არა მესამე მეოთხე ოჯახს მაინც ყავს ერთი ოჯახის წევრი ემიგრაციაში და ამის გამო ვერავინ ქალბატონ სოფოს ვერ დაძრახავს. მაშინ ფინანსურად ასე იყო საჭირო ისევ მისი შვილისთვის და წავიდა ემიგრაციაში. რა საკის იყო გური უკვე უпроსერთ ბოდიში თქვენ თქვით რომ 9 კლასი დამთავრო და მე წავიდა უკვე წავიყვანეთო თქვენ წაიყვანეთ ის თურქეთში დედასთან და როგორც ვიცი სწორად აი ეს ხრიკი რომ დედამ უთხრა რომ კარგი დაანებე მე-9 კლასიდან გამოდი და მამამაც უთხრა რომ კარგი გამოდი მე-9 კლასიდან რომ ეს გამოიყენა სწორად იმიტომ რომ დედასთან წასულიყო სტამბოლში. მაგისტრის უნდა ანუ აღარ მინდა სწავლის გაგრძელება, ანუ ძალიან მქონდა დედის მონატრება. მიუხედავად მაგისა, რომ მაგ პერიოდამდე ანუ გური მე წავიყვანე სტამბოლში პირველად ეს იყო ზუსტად მახსოვს მგონი 2012 წელი აგვისტოს ბოლო, იმიტომ რომ თავის დაბადების დღეს, ანუ დაბადების დღეს საჩუქარი გაგიკეთე მეთქი ვეუბნეოდი დეი დაბადების დღეს საჩუქარი გაგიკეთე მეთქი. აგვისტოს ბოლო იყო, აი 1 სექტემბერი ალბათ მეორე დღეს იყო დაბადების დღეს, ეს ზუსტად რიცხვი აღარ მახსოვს, მაგრამ ზუსტად მახსოვს რომ დაბადების დღესთვის წავიყვანე და მახსოვს დედა-შვილის შეხვედრის ემოცია. რო ჩავედით აქსარაის ავტოსადგურია ესე ქვია იმ ავტოსადგურს რო ჩავედით სოფო ეგველოდებოდა ოფისთან და თავიდან პირველი მე ჩავედი ავტობუსიდან და გური რო დაინახა აბსოლუტურად მთელი აქსარაის ავტოსადგურის ყურადღება მიიპყრო დედა-შვილის შეხვედრა. ისეთი ემოცია იყო რომ აი თმის ღერიდან ფეხის ფჩხილამდე დაკოცდა შვილი. იმ ემოციას აი ვერასოდეს დავივიწყებ, რაც მათი შეხვედრის დროს დავინახე იმ სიყვარულს, რაც ერთმანეთის მიმართ გამოხატეს. თამარ გადაღებული ხომ არ გააქვთ? მქონდა გადაღებული ეს ემოცია და სამწუხაროდ ტელეფონი რომ მომყარეს, მაშინ ეს iCloud-ები და ეს ღრუბელზე შენახვები მაშინ იმ პერიოდში არ ვიცოდი როგორ უნდა შემენახა. გასაგებია. თურქეთში რაზე მუშაობდა სოფო მთელი ამ წლების განმავლობაში? მუშაობდა დედასთან ერთად, რაც მე მახსოვს, რესტორანში მზარეულის დამხმარეთ და ჭურჭლის მერცხავად იყო ხოლმე დედა. მუშაობდნენ ქარხნებში. იცვლიდნენ ეს სამსახურებს, სადაც უკეთესი გამოჩნდებოდა, იქ გადადიოდნენ ხოლმე, მაგრამ წლების მანძილზე იმუშავა, ზუსტად იმ პერიოდში, როცა გური იყო იქ, თავიდან მუშაობდა რესტორანში დედასთან ერთად, რესტორანში დამხმარეთ და დედა ჭურჭელს რეცხავდა ხოლმე და მე ბოლო პერიოდში უკვე გადავიდა ქარხანაში მუშაობდა. რამდენი ხანი იყო გურიკა სოფოსთან ერთად სტამბოლში? 2012 წელს ხო წავიყვანე პირველად, ანუ მიმყავდა და მომყავდა, ანუ ჯერდებოდა იქ ცოტა ხანი და ჩამომყავდა ხოლმე, იმიტომ რომ აქ პარალელურად ხო სწავლაც ჰქონდა ბავშვს.
მაგრამ უკვე გადაბმულად წავიდა 2013 წლის სექტემბერში ან აგვისტოში, არ მახსოვს ზუსტად რომელი თვე იყო რომ წავიყვანე. ეს უკვე მე-9 კლასიდან რო გამოვიდა. მე-9 კლასიდან რო გამოვიდა, კი. 7-8 კლასში, როცა პირველად ჩავიდა, პერიოდულად ჩადიოდა და ჩამოდიოდა, მინდობილობა ჰქონდათ გაფორმებული თქვენზე დედმამას, რომ საზღვარი გადაეკვეთა ბავშვს, იმიტომ რომ არასრულწლოვანი იყო და მარტო ვერ წავიდოდა. და თქვენ მიყავდათ და მოკავდათ სტამბულიდან, ხო? კი, მე მიმყავდა და მე მომყავდა ხოლმე. გასაგებია, თქვენს დედიკოსთან მიდიოდით, გურიკა თავის დედიკოსთან. ალბათ გურიკა რო ჩადიოდა მისთვის და სოფოსთვის ეს იყო დღესასწაული. დღესასწაული იყო ხოლმე. საოცრება ხდებოდა, ყველა შეხვედრა. აი, მახსოვს პირველად კომპიუტერთან რო ქონდა მაშინ შეხება, იქ რო ლეპტოპი შეუძინა სოფომ და ისეთი სიხარული ქონდა, რომ აი დაფოფინებდა, რასაც ქვია ეს დაფოფინებდა. ხელი არ შეახოთ და აი მაგალითად რო ვისადილებდით და რაღაცა რო გვინდოდა ესე რომ თამაშობ და ან შეგვეჭრით და რაღაცა წადით ხელები დაიბანეთ, ხელი არ მოგიხდეთ, ესეთი ნივთების მოფრთხილებაც იცოდა ძალიან, აი პასუხისმგებლობის გრძნობაც ძალიან დიდი ქონდა გურის. შეეძლო თავის ასაკთან შედარებით უფრო მეტად განვითარებული ბავშვი იყო და უფრო მეტად კარგი რჩევა შეეძლო მიეცა თავის ასაკის ბავშვისთვის დაერიგებინა თავის დიდიც და ისეთი შეხედულება ჰქონდა, რომ ვერ იტყოდი, რომ ბევრჯერ მომისმენია, როგორ არიგებს თავის მეგობარს, რომ ან სამსახურზე, ან ჩხუბზე თუ ვიღაცა მოუყოლია, რომ აი ეს ჩხუბი მომივიდა და შეხო კარგად იცი ეგრითი დამთავრდება და დაჯექი რა ერთ ადგილზე, ბევრჯერ გამიგონია და ბევრჯერ უთქვია სახშიც, რომ აი რა, როგორ შეიძლება ესე ბავშვზე უთქვია. მაგიტომ გამოვრიცხავ, გური სხვანაირი ბავშვი იყო, ის რასაც იძახიან ახლა ინტერნეტ სივრცეში გური ესეთი იყო, თამამი იყო, საკმაოდ თამამი ბავშვი იყო, თამამი იქნებოდა, იმიტომ დედისთვის და მამისთვის ეგერთი შვილი იყო და თავისებურად გათამამებული იყო. არც დეიდები ვაკლებდით მათ შორის გათამამებას, არც ბიძა არ აკლებდა და თამამი იყო, მაგრამ ეს სითამამე არასოდეს გადასვლია თავხედობაში. აი, უფროსისთვის არ მახსოვს მიემართო შენობით. საკმაოდ შეეხმებოდა ხოლმე დედამის მიწერა და დააგვიანებდა. დედა თითები ხო ატკივა, რომ მაგვიანებს SMS-ის მოწერას. უნდათ რომ რაღაცით გააშაონ გური და სოფო. სწორედ ამიტომ მოვინდომე თქვენთან გასაუბრება და მე მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს უბრალოდ ვესაუბრო გურისთან დაკავშირებით და ჩემი აი ეს ინტერვიუ არ არის რაღაცა გამომძიებლური ხასიათის მატარებელი. მე მინდა უბრალოდ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. დღეს ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანს აქვს მხოლოდ ერთადერთი სურვილი და მიზანი, რომ დედას დაუბრუნოს შვილი. ან დედამ გაიგოს ის ინფორმაცია, რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს. დანარჩენი მე მაინც ვფიქრობ, რომ უგუნურობაა, როდესაც ვიშვერთ თითს, რომ ეს არის ჭორაობა, ეს ხდება ქულების დასაწერად, ეს არის გამომწერების მოსაგროვებლად, ახლა ამის დრო არ არის, მეგობრებო, გვერდით შუღლის წამოწევის დრო ნამდვილად არ არის. დღეს ჩვენ სოფოსთვის ვართ ძალიან დიდი სიძლიერე. ჩვენი დავალება ხომ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი. ვიპოვოთ გურიკა და არ აქვს მნიშვნელობა გურიკა იყო კარგი, ცუდი, მხიარული, უჟმური, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აქ არის ადამიანის პოვნაზე საუბარი. ყველას აქვს ჩვენი ცხოვრება, ყველას აქვს ცხოვრებაში ნაბიჯები გადადგმული, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გურის გაშავების კამპანია რას ემსახურება, მაგას ვერ ვიგებ. რა არის მოტივი? ჩვენი დავალება, ჩვენ ხო იმიტომ გაგვაერთიანა გურიმ, რომ ერთად შევიკრიბოთ, ერთად ვიპოვოთ. ჩვენ ხო ერთი დავალება გვაქვს, ვიპოვოთ გური. არამც თუ განვიხილოთ, ვიპოვოთ გური. ასევე მივალთ იქამდეც, რომ თუ ბავშვს სადმე გაქცევა უნდა და რამენაირად თურქეთიდან
არ წამოვიდოდა და იქ უფრო დიდი არეალი ქონდა რომ გაქცეულიყო. აქამდეც მივალთ თამარ. ბოლოს, როდესაც თქვენ სტამბულში გადაიყვანეთ და დარჩა დედასთან, იყო გადაბმულად 10 თვე ბავშვი დედასთან. 10 თვის განმავლობაში ის მუშაობდა სადმე? არ მუშაობდა. 10 თვის განმავლობაში რას აკეთებდა? სახში იყო და მაქსიმალურად დეხმარებოდა სოფოს. აი თუნდაც სოფოს სამსახურიდან რომ მოდიოდა სადილს ახვედრებდა. ძალიან მზრუნველი ბავშვი იყო, უზომოდ მზრუნველი ბავშვი იყო. ახსოვს, როგორ ეთყოდა ხოლმე დედაი დამაცადე უცრობი შოვიდა. სამუშაობას რომ დავიწყებ, მანქანა უნდა გიყიდო. მოდი ხოლმე გავთხილებთან დააყოლებდა ხოლმე. რო იქეიფებ ნასვამი მანქანასთან არ დაჭდები, არ დამიმტრიო. ესეთი ხოლმე. ახსოვს აი ზუსტად სანამ დაიკარგებოდა იმის ბოლო პერიოდი სოფოს დაურეკა და სოფოს თმა ქონდა ესეთი შესაჭრელი მოუწესრიგებელი და ესე უყურებს და დედა რა არისო ეს მოუწესრიგებელი თმა რა არისო და სოფო ფული არ ამაქვსო კაცო დამანებე თავი როგორ უნდა შევიჭრაო და დამაცადეო დედაო აი 15-შიო ზუსტად 15 ივნისი აქვს ლაპარაკი თვე გახდებაო რომ ხელფას ავიღებო რაც ამაქვსო და რომ ჩამოვალ მე უნდა წაგიყვანო სალონში და მე უნდა შეგაჭრევინო ეგ თმა. თუ უკვე აი თან ესე იცოდა უკვე ნერვებს მიშლის ეგრე რომ გიყურებო. რატო დარღვია ვიზა? უბრალოდ არ უნდოდა დედის დატოვება და აღარც აქ სკოლაში აღარ დადიოდა, იმიტომ რომ მე-9 კლასიდან გამოვიდა. არ დადიოდა კი საქართველოში, სკოლაში არ დადიოდა, უნდოდა დედასთან ყოფილიყო, ხა მონატრებული ყავდა, ხო? და დაარღვია ვიზა და ალბათ სოფოსაც უკვე გეგმა ჰქონდა რომ ერთად წამოვიდოდნენ ან ერთად გააგრძელებდნენ ცხოვრებას და აღარც აპირებდნენ დაშლას. ერთად აპირებდნენ გაგრძელებას, რომ არა ისაბედისე რომ შემთხვევა რაც მოხდა მაგათ ქუჩაზე მათი სახლის წირის გამო სოფო გამოუშვეს საქართველოში და მე რატო მოხდა გახლეჩვა რომ გურიკა დარჩა სტამბულში, სოფო კი დეპორტირებული იქნა საქართველოში. აი მოდი ამაზე რომ მომიყვე და ვისთან ერთად დარჩა გურიკა იქ და რამდენი ხანი დაყო გურიკამ სტამბულში სოფოს გარეშე? სოფო რომ გამოადეპორტეს მაშინ იყო ლია ცხონებული, საწყალის ქალი ხო გარდაცვლილია, ლია იყო ხოლმე სოფოსთან ერთად ცხოვრობდნენ ლია დეიდა და სოფო. და ლიასთან გაჩერდა ზუსტად 6 დღე მოუწია გაჩერება, 6-7 დღე. ქართველები იქ ბევრი ცხოვრობდნენ ერთ ქუჩაზე და ერთ-ერთი ქართველი გარდაიცვალა. იქ ქართველები ვინც იყვნენ მარტო სოფო არ გამოადეპორტეს, რამოდენიმე ქართველი გამოადეპორტეს, ვისაც ავიზო რეჟიმი და დარღვეული ჰქონდა. ის ბიჭი იქ გარდაიცვალა. რა თქმა უნდა რომ მივიდა სასწრაფო და მივიდა პოლიცია, ყველა საბუთი შემოწმდება, ხო? საბუთები შემოწმეს, ვიზა დარღვეული აქვს, გადაიყვანეს სადეპორტოში და გამოუშვეს ყველა. სოფო რომ გამოუშვეს უკვე ანუ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში ვეცადეთ რომ გური წამოგვეყვანა და მოსაგვარებელი იყო ის რომ ჩემს კიდე 24 საათიან ჩასვლას და ჩამოსვლას მგზავრობას არანაირი აზრი არ ქონდა. ჩვენ ვნახეთ ჩემი მეგობარი მუშაობდა ხოლმე მაშინ ამ კომპანიებში გამცილებლად იმ გოგოს ვთხოვე რომ დამხმარებოდა რომ იქ თვითონ ვისთანაც იყო გური ჩაბარებული ის მიუყვანდა მას და საზღვრამდე რომ მოეყვანათ ბავშვი უსაფრთხოდ და გამიკეთეს ის რომ თურქეთის საზღვრამდე ბავშვი მომიყვანეს უსაფრთხოდ მე გადავედი თურქეთის საზღვარზე ნახე ბავშვი ჩავიბარე გადმომცეს ჩავიბარე და მე შემოვიყვანე უკვე საქართველოში იმ პერიოდში სადაც მელოდებოდა გურის დედმამა სოფო და მისი მეუღლე ერთად აი კიდე ერთხელ განმეორდები გზაში რომ მივდიოდით ხო არის რომ მამაკაცები ქართველებსაც ჩვევია მამაკაცები რომ წინ ხდებიან და ქალები რომ უკან მანქანაში აქ პირიქით იყო სოფო და რეზო ისხდნენ წინ და მე და ჩემი მეუღლე ვისხედით უკან და ისე ხუმრობდნენ და ისე საუბრობდნენ რომ ესე გოგამ გადმომხედა ჩემმა მეუღლემ და ესე მეუბნება რომ დავიჯერო რომ ესენიო კიდე და ესენიო დაცილებულები არიან და როგორ დავიჯერო ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ ხო რომ აი სასწაული ხუმრობები ჰქონდათ ერთმანეთს კიდევ ერთხელ ისევდნენ იმ განვლილ პერიოდს ერთად გაიარეს
როდესაც გადმოიყვანეთ გურიკა მამამ წამოიყვანა თბილისში საზღვრის კვეთა ფიქსირდება 1 აპრილს 2014 წლის 1 აპრილს ეს იყო 1 აპრილი საზღვრის კვეთა ფიქსირდება 1 აპრილს რომ გადმოვედით უკვე და რომ შემოვედით უკვე საქართველოს საზღვარზე ანუ რომ გამოვედით ცარფის საბაჟოდან ესე გურის ჩანთა მე მეჭირა ზურგ ჩანთა რითიც ჩამოვიდა და რომ მივედით მანქანასთან მაშინ რეზოს რა მანქანა ყავდა აღარც მახსოვს ესე რეზომის გამომართვა ეს ზურგ ჩანთა გამომართვა და ან მომენატრე გეყო დედა შენთან ყოფნა და ცოტა ხანი ახლა ჩემთან იყავიო თურქეთში ყოფნის დროს გური თუ გაიცნო იქ ვინმე ან მეგობრები თუ ყავდა ან ვინმე ისეთი თქვათ ვიზეც გული დაწყდა უკან დაბრუნება უნდა და ჯერ რა ედგა ამას წინ და სოფოს და რაღაცნაირად ცივილურად მოაგვარებდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ თუ იყო რამე ისეთი ან საეჭვო გარემოში ხომ არ მოხდა, ან აი რაღაცა მსგავსი ხომ არ ყოფილა. თუ ამ 10 თვის განმავლობაში მხოლოდ დედაშვილს და აი ძალიან ჩაკეტილ სივრცეში იყო სოფოსთან ერთად. არა, მსგავსი აი შეხება არ ქონია ესე. ქართველები თუ ჩავიდოდნენ თავისი ნაცნობები თუ ვინმე იცოდა, მაშინ ძალიან ხშირი იყო რომ თურქეთში მუშაობდნენ ხოლმე ჩვენი ქართველი თანამემამულეები, რომლებიც მიდიოდნენ 3 თვით და მოდიოდნენ, მაშინ მეგობრებს და ემას თუ აქედან ჩასულს ნახავდა ვინმეს, თორე იქ როგორც ასეთი არ ქონდა ის წრე და არც ყავდა მეგობრები, რასაც მეგობრები ქვია. ეს მომენტი აუცილებლად უნდა გავიხსენო, აი ეს მახსოვს, სუნიც კი მახსოვს გურისი, მაგ დროს არ იცოდა რომ უნდა ჩავსულიყავი სტამბოლში და მოულოდნელად შევედი სახში დილის პერიოდში ჩავედი და ეძინა გურის ესეთი რომ შევდიოდით იქვე პატარა დივანი იყო და იმ დივანზე იყო მიძინებული და რომ მივედი და ჩავეხუტე ესე ზურგით იწვა და მივედი და ზურგიდან ჩავეხუტე და ვაკოცე და შეცბა ბავშვი უცბად არ ვიცი რატომ მძინარეს რომ ვიღაცა დაგაცხება და გაკოცებს თან მე არ ვიცი ესეთი ნაზი კოცნა მე ვიცი ესეთი გემრიელი კოცნა და ესე რომ დავიჭირე და ჩავკოცნე რომ იტყვიან გადმობრუნდა და დეი და ესე ზუსტად დეი ხوار მალანდებს აი ზუსტად ეს მართლა შენახარ და ჩამეხუტა და ესე გადაბრუნდა საბალიში დაიბადა ეხლა დამალებ რა თავი რა ვითომ მართლა შენახარ თუ სიზმარში ვარ და გააგრძელა ძილი ანუ იმდენად არ მელოდებოდა სხვანაირი ბავშვი იყო რომ გადმოიყვანეთ გური აი ხა მივედით მანდ გამოუწერეს ატარაქსი რომ გადმოვიყვანეთ ხო არ ვიცი მამიდამის მაგრამ პერიოდში წაიყვანა ექიმთან ჩემ შულსაც აქვს მენინგიტი გადატანილი და როგორც კი მეტყვის რომ თავის ტკივდება იმ წუთში პანიკა მემართება რომ აბა ექიმი რომ არაფერი გამეპაროს და ანალოგიური იყო გურიზეც ანუ როგორც კი იტყოდა რომ რაღაცა აწუხებდა იმ წუთში აბა ექიმი არც ის არ იყოს ასე ამონოფაქტი ბავშვისთვის რომ დედა გამოადეპორტეს და ის თავისი მიზნები რაც ერთად ჰქონდათ და ჩანაფიქრი უკვე განხორციელების კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ეს ნორმალური იყო და ბავშვმა რაღაცნაირად განიცადა ალბათ ამიტომ წაიყვანა მამიდან ექიმთან რის გამოც დაინიშნა ეს ატარაქსი არის ძალიან მსუბუქი დამამშვიდებელი და უკვე იწყებს გური მზარევლობის კურსებს მამიდის ვისთან მეუღლესთან მამიდის მეუღლესთან კი ვარივით იყო დები სადაც კეთდებოდა ძირითადად სალათები და თუ არ ვცდები ამ ბარს ერქვა ლათხუф აი ესეთი ფრანგული სახელი ჰქონდა და იქ გავიდა და ერთ-ერთი მიმოწერის დროს ეს იყო 6 ივნისი როცა მე და გური ბოლოს ვისაუბრეთ და მაშინ მეუბნეოდა რომ დეიო ციო უკვე 30 სალათის გამზადებაში ვიღებო მონაწილეობასო და იქიდან უკვე 6-იო შემიძლიაო რომ დამოუკავო შემიძლია მე გავაკეთო და სექტემბრიდან უკვე ოვრათაც ანუ ისე უხაროდა რომ ოვრათაც მამტკიცებენო რა ანუ ალბათ რაღაცა ერთი ნაბიჯით დაწინაურებას ეუბნეოდნენ რომელიმე სალათის ჩაბარებას სხვა მიმართულებები რესტორანში რომ შენ არ სალათს აკეთება და ეს იყო მაგისტრის აი ოვრათაც მამტკიცებენო ძალიან მიზანი მიმართული მიზან დასახული ბავშვი იყო როგორც 17 წლის ბავშვზე მიზან მიმართული იყო იმის მხრივ რა როგორ ეშობა ფული
მართლა ვარ. უნდა ყოველთვის რომ ეშოვა ფული, ემუშავა და დედისთვის შემსუბუქებინა ის ცხოვრება, რომელიც ცხოვრებასაც ოფო გადიოდა. სულ მაგას ეუბნებოდა ხოლმე, აი დედი ფულს რომ ვიშოვი, მე დედოფალივით უნდა გაცხოვრო. თან ემუქრებოდა ხოლმე. აი დედოფალივით უნდა გაცხოვრო და მერეო სალონშიც წაგიყვან, მანქანასაც გიყიდიო, აი დეტალი რომ აქცენტება ღმერთო. თამარ, აქ უნდა თქვა ერთი რამ, ეს მიმოწერა, რომელიც თქვენ ახლა თქვით, რომელიც გურიკას ჰქონდა თქვენთან, პირველად მე ვნახე, გამოაქვეყნა ელენიკო რუხაძემ და ეს რა თქმა უნდა ამოიღეს სკრინის სახით, ფოტოს სახით და ძალიან ბევრი კითხვა ჩნდებოდა, რომ ვისთან ჰქონდა ეს მიმოწერა, რომ ყოფილიყო გარკვეული, იმიტომ რომ თითქოს სალათი რაღაცის მანიშნებელი იყო ბრჭყალებში, ვითომ გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი და მეგობრებო, ეს მიმოწერა ჰქონდა საკუთარ დეიდასთან, თამართან, რომელსაც ესაუბრებოდა თუ რამდენი სალათის მომზადება ისწავლა, რომ დაუმზადებდა მას პირობას აძლევდა და თამარი ეუბნებოდა, რომ ხომ მომიმზადებ, ხომ მიმოწერაზეა საუბარი ელენიკომ, რომელიც მიმოწერაზეა და რომელმაც ძალიან ბევრი ეჭვები გააჩინა საზოგადოებაში, იმიტომ რომ დღეს ისიც მესმის, რა თქმა უნდა, ვინც ამას ცუდად არ იყენებს, რომ ყველაფერზე ჩნდება ეჭვი და ამიტომ არის აუცილებელი ბევრი საუბარი. გამოდის, რომ აპრილში, 1 აპრილს ფიქსირდება საზღვრის კვეთა 2014 წლის, ჩამოდის გურიკა საქართველოში, მიდის მამიდასთან. მაისი 11 ივნისი 2 თვე ნახევარიც არ გამოდის რა. 2 თვე და 10 დღე რჩება იმ საბედისწერო დღემდე. ამ 2 თვე და 10 დღის განმავლობაში გურიკა უკვე იწყებს აი ამ ზარეულობის კურსების, ზარეულობის შესწავლას. მოკლედ მოტივირებულია, ეს არ არის თქვათ ის პერიის დრო, როცა შეიძლება ბავშვს მობეზრდეს, პირობითად ვამბობ რაღაც, რომ პირიქით გეგმები აქვს, რომ აი სექტემბერში უკვე მას დააწინაურებენ, მოწონს ეს ყველაფერი, მაგრამ 2 თვესა და 10 დღეში ის გაუჩინარდა. 11 ივნისი იყო რომ დავიკავშირდნენ, რომ დაიკარგა და რაღაცნაირად საათები ირევადილით წავიდნენ, საღამოს წავიდნენ, თუ ასე შემდეგ ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია საზოგადოებაში. ასევე ის რომ დედას 11-ში გააგებინეს, 12-ში თუ 13-ში, აი თქვენ როგორ იცით, დღისით წავიდნენ თუ საღამოს წავიდნენ და დედას როდის გააგებინეს, ანუ თქვენ დედის მხარეს ამ შემთხვევაში როდის გააგებინეს? ჩვენ გაგვაგებინეს 11-ში. 11-ში გაგვაგებინეს დაახლოებით ასე შუა დღის მერე. ზუსტად წინა ღამეს რაღაც ძალიან დიდი თქეში და ის რო იყო ბოლიდან გაყავდათ სამაშველოები, რომ მიხმარებოდნენ ხალხის ჩამოყვანაში ამ ლომისობა დღეს და ის პატარ-პატარა ის მეწყრული ზონები რო იყო და ხალხი რო დაშავდა და ჩვენ ხო ვიცოდით რომ გური იყო. რომ გური იყო წასული ექსკურსიაზე და რო დარეკა სოფომ ეკითხა ბავში ზუსტად არ მახსოვს რა პერიოდში დარეკა სოფოს ისიც უთხრეს რომ ძინავსო რომ არ ენერვიულა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, დღისით გავიდნენ თუ საღამოს? როგორც ჩვენ აქამდე მათი მონაყოლი ინფორმაციიდან მქონდა ეს იყო ინფორმაცია რომ გავიდნენ საღამოს 10 საათისკენ თუ საღამოს 10 საათისკენ კი, მაგრამ მამიდამ თქვა რომ გავიდნენ დილით. როდესაც მორიგეობიდან ბრუნდებოდა, ახსოვს რომ უკვე სამარშრუტო ტაქსის ხდებოდნენ და თუმცა ერთ-ერთმა მოწმეებს თქვა რომ 8 საათზე გავედითო. 8-ისკენ. 10-ისკენ იქ ვიყავით ეს ალბათ ამაში ამერია. აუცილებლად მამიდა იძახის დილით გავიდნენ, ესენი იძახის საღამოს გავიდნენ. ნახეთ, სოფოსთვის, სოფო იმ ფაქტის და იმ პროცესის მონაწილე არ ყოფილა. სოფო გადმოსცემს იმას და ყლება იმას, რაც
სოფოს გადასცეს. რაც ამბავი უთხრეს, მესმის. სოფომ წინა დღეს იცოდა, რომ გურიკა უნდა წასულიყო ექსკურსიაზე, მამიდაც ადასტურებს, რომ იცოდა მამიდამ, რომ გურიკა უნდა წასულიყო ექსკურსიაზე, ანუ აქ მხოლოდ სოფო არ არის. აქ უკვე მეორე ადამიანი ჩამოდის, ორი ადამიანი ადასტურებს, რომ წინა დღეს იცოდნენ, რომ გურიკა მეორე დღეს უნდა წასულიყო ლომისობის დღესასწაულზე. თუმცა აქ გამოდის ერთ-ერთი ადამიანი, ვინც გურიკასთან ერთად იყო და ამბობს, რომ წინა დღეს ეს არც კი გაუვლიათ, არც კი დაუგეგმავთ, სპონტანურად მოხდა იმ დღეს გადაწყვეტილების მიღება და ლომისობაზე წასვლა. ამიტომ ჩნდება ძალიან ბევრი კითხვები. კარგით, როდესაც თქვენ ჩადიხართ უკვე რა ვითარება გხდებათ ადგილზე? 11-ში. იყვნენ სამაშველოები, იყვნენ გურიკას მამა, ბებია, ბიცო, ანუ ყველანი იქ იყვნენ, აბსოლუტურად ყველა. სოფელიც კი გამოვიდა მეორე დღიდან, უკვე სოფელმა გააკეთა მობილიზება, კლასელებმა გააკეთეს, თბილისიდან მეზობლებმა. ბევრი ვიყავით, სამაშველო ცალკე იყო, მეზობლები, მეგობრები, ანუ ვინც კი გაიგო, რომ გური დაიკარგა და მით უმეტეს, რომ ტელევიზიით გადმოსცეს, იყო აბსოლუტურად ყველა იღებდა მონაწილეობას, ვინც კი ჩათვალა საჭიროდ და შეძლო იქამდე ჩამოსვლა, ყველა იღებდა ძებნაში მონაწილეობას. ეს გავიშლებოდით ხოლმე ესე მთებზე, ზოგი ჯოხით ადიოდა, ზოგი გაშლილები იყვნენ. ერთი და იგივე ადგილზე არავინ არ გადიოდა, ესე როგორც ეს ხელი გაშალოდა ხუთი მიმართულება მისცა თითებს, აი ესე გავიშლებოდით და თითოეულ კუთხე პუნჭოლს ვეძებდით ხოლმე. მაშინ აქტიურად განიხილებოდა ეგ რომ იყო მეწყერი. ჩვენ არავინ მოგვაწოდა ინფორმაცია არც დედას და იქ მყოფებს, რომ არ იყო მეწყერი, ეს იყო უბრალოდ ქვაღორღის ჩამონაშალი, რომელსაც მეწყერს ვერ დაარქმევდნენ. ჩვენ აქტიურად ვიცოდით, რომ იყო მეწყერი და იყო სხვათა შორის მაგ პერიოდში იყო წინა დღეებში ანალოგიური ხალხს, რომ ეს წყალი და რაღაც თქვა ტალახი და ეს სახლებში რომ შეგვარდა და არის მაგასაც გადაცემები. დღე და ღამე ხდებოდა ბავშვის ძიება? ამაოდ გვიან ღამემდე კი პირველი დღეები ღამეც მიმდინარეობდა. მე უკვე დღე გადავდა, ანუ დღე სადამდეც შეგვეძლო, ანუ სანამ ღამე მოვიდოდა და ღამე დადგებოდა ისეთი ბნელი, რომ შეუძლებელი იყო გადაადგილება, მაგდრობამდე ოქროს მოწმეები როგორც ამბობენ, აი იმ ქვაზე, სადაც ბოლოს ნახეს გურიკა, მე მანდ ვიყავი, მაგ ქვიდან ადამიანი 5 წუთში ვერ დაიკარგება. ეს არის გამორიცხული. გარშემო არანაირი საფრთხე არ არის მანდ, მით უმეტეს ლომისობის ღამეს ვიცით რა რაოდენობის ხალხია და შესაბამისად მათ კარვებიც არის გაშლილი, მე მგონი ცეცხლიც უნთიათ, ერთადერთი არის ჭა, აი ეს ჭა, რომელსაც დღეს საუბრობენ და დღეს უკვე რომ დაბეტონებულიო და იმ ჭაშიც ადამიანი თუნდაც იმ ღამეს ვერაფერი ვერ გაიგეს, სამძებრო სამუშაოები როდესაც ჩატარდა, ძალიან მარტივად იქნებოდა იმ ჭაში ნანახი, თუ ბავშვი ჩავარდა იქ, ხო? პირადად მე როცა ეგ ჭა აღმოვაჩინე და ჩავიხედე მაგ ჭაში, ზუსტად მახსოვს, რომ აი დაახლოებით ესეთი ზომის ქვა ავიღე, რომ მაინტერესებდა ჭის სიღრმე როგორ იყო, რომ თუ ჩავარდა, თქვათ, ანუ ჩაიძირა, ნუ რამდენად შესაძლებელი იყო და ანუ ქვა რომ ჩავაგდე, დაახლოებით ალბათ რომ წარმოვიდგინოთ, აი მუხლამდე რომ მოგწუდება წყალი, აი ესეთი ხმა გავიგე, რომ დაცემის იმდენად მოკლე პერიოდში დაეცა. ისინი ქვას იძახდნენ მაშინ მაგ იმ ფერდობზე, იმ პატარა ამაღლებულ ბორცვზე დაჭდა, რასაც მასე ისინი ყვებიან, იმიტომ რომ სურათები რაც მაგათ გადმოგწეს, ის ორი სურათი რაც არსებობს, საერთოდ საპირისპირო რაღაცა სიძახის და ბავშვები არიან უკვე ხიდთან ჩამოსულები და სურათი არის იქ დაბლა, ქვემოვლეთაში გადაღებული. და ამას ამტკიცებს უკან ლამპიონების შუქი. ანუ გამოდის, რომ მაშინ ამ ქვასაც უნდა ჩაცდენოდა და მე ისევ უნდა დაბრუნებოდა იმ ქვას. ფართულად ჩაცდე მაგ ადგილზე, რომ სურათი გადაიღო დაახლოებით 500-600 მეტრი. გასაგებია. თამარ, იცით რა მაინტერესებს, როდესაც მე დამიკავშირდა ქალბატონის სოფო, უკვე გასული იყო, თუ არ ვცდები, 7 წელი, აი დაახლოებით ესე და ძალიან ბევრი ვიფიქრე კონტაქტორში მიეღო თუ არა მონაწილეობა, სადაც ეზოთერიკი იკვლევს ამბებს და ქალბატონის სოფო დაადასტურებს ამას, რომ
ბოლოს უკვე მემუდარებოდა, რომ აი გთხოვთ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფიქრობდი, რამდენად იქნებოდა დედის ფსიქიკა მზად იმისთვის, რომ ეზოთერიკის რაღაცა პასუხები მოესმინა, მით უმეტეს მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი და სწორედ ამიტომ მუშაობდით ერთად მე და მარიამი კონტაქტორში, რომ მე ჩემი სკეპტიკურად განწყობის გამო მიმყავდა ლოგიკურად რა იყო და როგორ იყო და ნუ მარიამს მისი ხედვებიდან გამომდინარე და სწორად იმიტომ რომ მაშინ კიდევ ერთი ყურადღების მისაქცევი გადაცემა ჩაიწერებოდა სწორად ამიტომ გადავწყვიტე რომ გაკეთებულიყო კონტაქტორი გურიკაზე რომ კიდევ ერთხელ მიექცია სოფოს ხალხის ყურადღება თუმცა მაშინაც გადაცემა როდესაც მთავრდება ასეთ რამეს ვამბობ რომ დანამდვილებით არავინ იცის რეალურად აქ დაიკარგა თუ არა გურამ დადიანიძე, ანუ ის იმ მეწყულ ზონაზეა საუბარი, თუმცა მაინც ვისაც შეგიძლიათ დავეხმაროთ დედას რომ 12 მაშინ 7 წელი იყო მე მგონი გასული, თუ 8 წელი იყო გასული, არ მახსოვს ზუსტად, ახლა მაინც იპოვოს მისი შვილი. მაშინ წამოიწყეს კიდევ ერთხელ ამ გადაცემის გასვლის შემდეგ ეს ამბავი, თუმცა ეტაპობრივად ისევ რა ნელა ისევ ეს ამბავი სამწუხაროდ მიჩნდა. ახლა ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესია. უკვე ადვოკატი ყავს ამ საქმეს, ბატონი ტარიელი. ძალიან დიდი ინტერესი არის იმისა, რომ ეს ამბავი იყოს გამოძიებული. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილით ვუდგებით თითოეულ ინტერვიუს, თითოეულ ვიდეოს, თითოეულ კომენტარს, რომ რაიმე ხელისშემშლელი უკვე იქით ჩვენი მხრიდან არ მოხდეს, თუმცა ეს აქტიურობა და საზოგადოებრივი ინტერესის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. თამარ, ახლა მინდა თქვენი კომენტარი, თქვენ რას ფიქრობთ ამ გადასახედიდან? ახლა ხომ ბევრი რაღაცა არის გამორიცხული. ახლა ბევრად მეტი ინფორმაცია გაიგეთ, ვიდრე მაშინ გეცოდინებოდათ, ხომ? ამ გადასახედიდან რას ფიქრობთ, რაც შეგიძლიათ თქვათ? ნახეთ. აქამდე მართლა მეკონა, რომ სადღაც მართლა მეწყერში იყო, თუნდაც იმ პატარა გვაღორღში მოყოლილი, სადაც შემთხვევით შეიძლება ანუ წვიმის დროს როგორც მაშინ კი იძახიან რომ მეწყერი არ იყო, მაგრამ იყო პატარა მეწყრული ზონები, ამას ახლა ვერავინ ყველაფერი ამტკიცებს ტელევიზიების ძველი ჩანაწერებიც ისიც რომ მეც კარგად მახსოვს როგორიდან სამაშველოები წავიდნენ და ასე შემდეგ და რამოდენიმე დაშავებული ადამიანიც ანუ არის ფაქტები რასაც ვერ გავაკრობთ იყო პატარ-პატარა მეწყრული ზონები ამიტომ ქონდა სოფოსაც მაგისი შეგრძნება რომ იქნებ ნახეთ სოფოს არ დაუდანაშაულებია ამ 12 წლის მანძილზე იქ მყოფი არც ერთი ადამიანი რომ ვინმე იყო რამეში დამნაშავე სოფო ეძებდა თავის მეწყერში და ამას ბევრი ფაქტი მოწმობს. სოფომ ჩემ გადაცემაში ისიც თქვა რომ მეო განა ვინმეს ვადანაშაულება უბრალოდ გურიკასო კეტები ეცვაო და შეიძლება უბრალოდო დაუცურდა ფეხიო. ამას ამბობდა არასოდეს სოფოს არავისკენ მას შემდეგ 5 წელი გავიდა ჩემი ინტერვიუდან სოფოს არასოდეს არავინ არ დაუდანაშაულებია და არასოდეს ხელი არ გაუშვერია. არასოდეს არ გაუშვერია ხელი არავისკენ. მიუხედავად იმისა, რომ სოფოს არასოდეს არავინ დაუდანაშაულებია და ხელი არასოდეს არავისკენ არ გაუშვერია, ერთადერთი რასაც აკეთებდა უნდა იმ 14 ადამიანთან კომუნიკაცია, რომ გაეგო ზუსტად თანმიმდევრობა, რაზეც მიიღო უარყოფა. რაზეც ზოგმა დაბლოკა, ზოგმა შეურაცხყოფა მიაყენა, ზოგმა უყვირა, ზოგს უკვე ეგონა, რომ თავს აბეზრებდა და ანუ თავის დედა, რომელმაც შვილი დაკარგა და გირეკავს, რომ ელემენტარული შეიძლება ერთი სიტყვა იყოს იმისთვის გადამწყვეტი, შენ ფიქრობ იმას, რომ შენთან ერთად მყოფი ადამიანი დაიკარგა და იმის დედა გირეკავს და წუხდები და ბლოკავ, ეს არის არა ადამიანობის ყველაზე დიდი მაგალითი. მე არა ვარ ისეთი მოწყვლადი როგორც სოფო. ეხლავე ვიძახი, მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც ვიღაცას რაღაცაზე გაუჩუნდებოდა. არა, უბრალოდ მე სოფოს ვეცი პატივი, იმიტომ რომ მე ვიცი სოფო როგორი ადამიანია, სოფოს როგორი შეხედულება ჰქონდა, მაგრამ ამჯერად, როცა უკვე მე გუშინ ამური დღის წინ რომ გავიდა გადაცემა ეს სამძებო სამუშაოები რომ დასრულდა და გათხრითი სამუშაოები და სოფოს თვალში დავინახე იმედის ნაპერწკალი, ის ღიმილი, რომელმაც უთხრა
უთხრა ის რომ მე წერში შენი შვილი არ არის და უნდა სხვა კუთხით ეძებო აი მღიმილს და იმ იმედს რომელიც სოფოს თვალებში ჩაისახა აუცილებლად ეხლა უკვე სხვანაირად დაიწყება გამოძიება და სხვანაირად მოეთხოვებათ იმ ადამიანებს გაგვცენ პასუხი იმაზე თუ საწავი და გურიკა ამჯერად უკვე ისე აღარ იქნება მართალია დაბლოკილი ყავთ მართალია არ გინდათ სოფოსთან კომუნიკაცია და ძალიან ბევრი სხვა გზით ცდილობთ რომ სოფო გააშალოთ შეურაცხყოფა მიაყენოთ ბევრი კომენტარში დაწერეთ რომ ფსიქიატრიულში უნდა შევამოწმოთ მართლები ხართ ფსიქიატრიულში კი არ უნდა შევამოწმოთ ნევროპათოლოგთან უნდა წავიყვანოთ სოფო იმ 12 წლიანი ტკივილის შედეგად რაც თქვენ დედას გადაატანინეთ ნერვოპათოლოგთან უნდა წავიყვანოთ, რომ იქნება როგორღაც დავეხმაროთ, რომ ნერვები მოუწესრიგოთ. თუმცა იმ 12 წლიანი ტკივილის ფონზე, რაც სოფომ გადაიტანა, სოფო გმირია, რომ კიდევ ეს სიმშვიდე შეინარჩუნა თქვენს წინაშე. მე მინდა აი ეს პატარა გზავნილი გამოგზავნო იმ 14 ადამიანს, რომლებიც სოფოს მიმართულებით დაიწყეს რომლებმაც სოფოს მიმართულებით დაიწყეს ის შავი კამპანია, რასაც ქვია სოფოს გაშავება და გურის გაშავება. არავის არ აქვს მაგის უფლება და მით უმეტეს ჩვენი ჯანსაღად მოაზროვნე ქართველი საზოგადოება არ მოგცემთ მაგის უფლებას. საზოგადოება, რომელიც ძალიან კარგად ფიქრობს და ძალიან კარგად ხედავს, როგორი ადამიანია სოფო, როგორი ტკივილი აქვს სოფოს და ყველას ერთი მიზანი არის გურის პოვნა. არ აქვს მაგის უფლება, უბრალოდ დედები ხართ, მშობლები ხართ იმ 14-დან ალბათ მეტი წილი და გაიაზრეთ, უბრალოდ გაიაზრეთ რა გაიარა ამ 12 წლის მანძილზე დედამ და ელემენტარული თანაგრძნობა გამოხატეთ და იმის მაგივრად რომ კომენტარებში წეროთ რომ სოფო ფსიქიატრიულში წავიყვანოთ ეს დაწერეს იმის გამო რომ საკუთარი შვილის ხმას ვერ ცნობსო და საკუთარი შვილის ხმა ვერ ამოიცნო იცით რა არის სხვადასხვა ეგ კომენტარის სკრინი რომ ჩამიგდეს ჩვენ ძალიან ბევრი შეტყობინებებს ვიღებთ სხვადასხვა ადამიანები ვისაც არ ვიცნობთ რა თქმა უნდა სხვადასხვა ინფორმაციებს გვაწოდებენ და მიუხედავად იმისა რომ აქედან 99%-ზე მეტი უკვე ვიცით. მაინც მადლობა ყველას, იმიტომ რომ მართლა მთელი საქართველო ეძებს და ემიგრანტები და რა ვიცი, ყოველ წამს ყველას აინტერესებს და ელოდება სიახლეს. ახლა უკვე ის კი არ არის რომ მხოლოდ ეძებს. სიახლეს ელოდებიან. უკვე უნდათ რომ თითქოს რაღაცა ახალი გაიგონ. რას ფიქრობთ რეალურად დღეს თქვენ რა ანალიზს გააკეთებდით? რა უნდა ვიფიქრო ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ სადღაც რაღაცნაირად ჩვენ უკვე შეგვებულები ვიყავით, რომ გური кайქი ხო და გვინდოდა რომ ელემენტარული ადგილი გქონოდა, სადაც მივიდოდით და გურის კი ძალიან მიუღებელი იყო ეს ფაქტი ჩვენთვის, მაგრამ რაღაც სხვა რეალობა არ ჰქონდა. სხვა მიმართულება არ ჰქონდა, მაგრამ ამჟამად როცა უკვე ეს მიმართულება შეიცვალა უკვე მეორე მხარეს მიმართულება და ბავშვი იქ არ არის გაგვიჩნდა სხვა ვერსიებიც, რომელ ვერსიასაც დარწმუნებული ვარ ჩვენი საგამოძიებო სტრუქტურები აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე და ძალიან დიდი მადლიერები ვიქნებით თუ ამ საქმეს მოეფინება ნათელი და პირველ რიგში თუ ეს გახდება ესეთი როგორ თქვა თუ გამოიძიებენ ამ საქმეს ეს იქნება იმ ქართველი ხალხის იმ ერის დამსახურება რომელმა ერმაც ზუსტად ხმა მიაწვდინა ამ საგამოძიებო სტრუქტურებს იმ დედას გაეცემა პასუხი 12 წლის მერე რომელმაც არ იცის სად არის მისი ერთადერთი შვილი ეს არის სრულიად ელენიკოს, თაიას, ქართველი საზოგადოების თქვენი კახაბერი, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ გააშუქეთ ეს გადაცემა და იმაშინაც ალბათ არ იყო უფრო ესეთი სოციალური ქსელები, ესე ძალიან განვითარებული, რომ ესეთი რეზონანსული გამხდარიყო. თუმცა სხვათა შორის, მაშინ მაგ გადაცემის შემდეგ ვისაც არ ყავდა სოფო დაბლოკილი, მათაც დაბლოკეს, იმიტომ რომ მე სოფოსთან კონტაქტი სულ მქონდა პერიოდულად და სოფო მაგ გადაცემის შემდეგ
ძალიან გახარებული იყო, იმიტომ რომ დამირეკა და მითხრა რომ კახაბე რო საქმეო წამოიწყესო, კიდე ვიღაცა იურისტმა დამირეკაო, რომელმაც ხელი მოკიდა და შინ მოხდა ის რომ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. რაღაცნაირი იმედი ჩაისახა, თუმცა აი ესე ნელა ისევ ამ ამბავმა, რომელიც აი დაიძრა და სოფოს რაღაცა იმედი მიეცა, ისევ რაღაცნაირად მიიძინა რა. მოკლედ, მე მივხვდით რომ თქვენი ვერსიების აქ გაჟღერება არ გსურთ და მესმის რატომაც აბსოლუტურად გასაგებია და აღარ ჩაგეკითხებით ამ თემასთან დაკავშირებით. ვერსია არის რომ თითქოს ეს მლეთაში წასვლა დაგეგმა გურიკამ და მარშრუტკაც მოიძია გურიკამ, თუმცა დადასტურდა რომ მარშრუტკა გურიკას არ მოუძიებია. და თუ იცით ვისი ინიციატივით დაიგეგმნენ და ვისი ინიციატივა იყო რომ ლომისობის დღესასწაულზე წასულიყვნენ. კი ბატონო, ჩვენ როგორც ვიცოდით, ანუ სოფომ როგორც იცოდა, წინა დღეს დაურეკა გურიმ, რომ დედა ტელეფონი დამეწვა და ტელეფონი ანუ კარტა არ მიქნება სანამ ავიღებ და ჩვენ მივდივართ ექსკურსიაზე და სოფომ კითხვა დაუსვა, ვინები მიდიხართ? აი მამიდას მეზობლები და სამეგობრო აუხსნა რა თქმა უნდა და მე სოფომ უთხრა სოფოს ეგონა რომ მამიდაც მიდიოდა და პირველივე ეგ რაც გააკეთა, ანუ გააფრთხილა გური დედი, მამიდა არ გააბრაზო, ჭვიანად მოიქეცი, ანუ ექსკურსიაზე რო წავიდოდნენ როგორც ყველა მშობელი რო ვარიგებთ ჩვენ შვილებს რომ ის არ გააბრაზო, ვისაც ვაბარებთ, ანუ ანალოგიური გააკეთა სოფომ. ჩვენ როგორც ვიცით, ექსკურსია დაგეგმა არა გურიკამ დაგეგმეს იმათ, იმიტომ რომ გურიკას არ შეეძლო დაეგეგმა სულ რაღაც თვენახების ჩამოსული იყო ბავშვი და სულაც კონტაქტები არ ექნებოდა იმდენი რომ მოეძიებინა მძღოლი, გაეკეთებინა ორგანიზება იმ საკვებისთვის როგორც ისინი იძახიან. თამარ, საერთოდ არ გეჩვენებათ ის რომ ბარათი, სიმბარათი, ტელეფონის ბარათი ზე ამბობს გურიკა რომ დაეწვა, ტელეფონს დოებს სახში და მე აღმოჩნდა რომ თურმე ბარათი დამწვარი არ ყოფილა. პერიოდისთვის ნამდვილად არ მეჩვენებოდა, ახლა ჩვეულებრივ მამიდა როგორც იძახის შევამოწმეთ და ბარათი დამწვარი არ ყოფილაო. იმ პერიოდისთვის ჩვენ საერთოდ ყველაფერი არ მიგვიჩნევია, იმიტომ რომ მაშინ ისეთი ხარისხის ტელეფონები იყო, ერთ წუთს მუშაობდა და მეორე წუთს შეიძლებოდა გაჩერებულიყო და აი იცით რა მიყვირს, აი აქ უნდა ჩაგერთოთ, მე კი ვთქვი რომ ეს საგამოძიებო ის არ იქნებოდა ჩვენს ინტერვიუს ფორმა, მაგრამ თვითონ ოქროს მოწვეთს ამბობს რომ მაშინ არ იყო ესეთი ტელეფონები, მაშინ ძალიან კარგი ტელეფონები იყო მაშინ. მინდა გითხრათ. ფერადიც, ფანტასტიკური ხარისხისაც მე თქვენ ახლა ესე პოპონირებას რატომ გიწევთ ახლა ვეკეთვით. ფერადიც ძალიან კარგი ხარისხიც ჰქონდა, ვიდეოების გადაღებაც შეიძლებოდა. ასე ის რომ ვთქვათ, რომელი წელი იყო 2014 წელი კი არა. ხა მე რო სტუდენტი ვიყავი, ჯერ კიდე იმ დროინდელი ტელეფონით გადაღებული, შეიძლება ასეთი უმაღლესი რეზოლუცია და ხარისხი არ ქონოდა, მაგრამ რა ვიცი, ყველა ვიღებდით, ვიდეოსაც ვიღებდით, ფოტოებსაც ვიღებდით და სხვადასხვა აპლიკაციებიც იყო, რომელსაც ვიყენებდით კიდევაც და ჩატებიც იყო და სოციალური ქსელიც იყო და ყველაფერი ძალიან აქტიური იყო. 2014 წელი არ არის ის, თქვათ, შეიძლება ვთქვა, როგორც 2000 წელი, ან 99 წელი. კი ბატონო, თუმცა მაშინაც კოდაკები გქონდა ფირის, ციფრული აპარატებიც გქონდა მაშინ. და ეს ისეთი ასაკია, რომელსაც ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება, ვიდეოების გადაღება და მით უმეტეს, როდესაც ამხელა ექსკურსიაზე მიდიხარ და რატომღაც ერთი ფოტო არ მოიპოვება რანაირად. არ ვიცი. ძალიან ბევრი კითხვებია გაჩენილი ზოგადად ამ ფოტოებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ფოტო აქვს ნოდარგიკნად, ზესაც საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მაგ დღის და კიდევ მომდევნო დღეების, რაც ძალიან საფუძვლიან ვარაუდს გვიჩენს, რომ იქ იყო ძალიან ბევრი ტელეფონი და იყო ძალიან ბევრი ფოტო გადაღებული, რომელი ფოტომასალაც ჩვენ არ აგვაქვს. ქართული საზოგადოება უყურებს, როგორ გამოხატავენ სოფოს მიმართ იმ აგრესიას, რომელიც პირიქით აგრესია კი არა, უნდა იყოს თანადგომა იმ დედის მიმართ, რომელსაც შვილი დაუკარგეს.
თამარ, პედაგოგიკით. მე ძალიან ბევრი კითხვები მაქვს და საზოგადოებასაც ძალიან ბევრი კითხვა აქვს და შეიძლება ბევრს ახლა უჩნდება რომ აი ეს კითხოს, ანუ ან მამიდამ რო ესე თქვა, ან კიდევ ოქროს მოწმემ რო ესე თქვა, ძალიან ბევრი კითხვები მაქვს, მაგრამ დღევანდელი ჩვენი დიალოგი სწორედ კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ გურიკას ხასიათთან, მის ბავშვობასთან და მისი ოჯახის ამ უდიდეს სიყვარულთან რაც იყო კავშირში ის მინდოდა რომ გვესაუბრა. მოდი, ბოლოს ჩავთვალოთ რომ გვისმენს გურიკა. რას ეტყოდი და დაგემშვიდობები. რთულია ემოციების გარეშე ვუთხრა, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები. გური, თუ სადმე ხარ, თუ მისმე, თუ მიხურებ, თუ ხმა მოგიბრჯი. გისმენთ. ესე ხმამაღლა შემიძლია გითხრა. რა მდგომარეობაში არ უნდა იყვე? თუ შეძლებ რომ ერთი სიტყვით მომაწვდინო ხმა, თუ ვინმე გაშინებს, თუ რამის გეშინია, თუ რამე დააშავე, თუ რამე პირიქით გააკეთე, არ ვიცი რა მდგომარეობაში, რანაირად, რისთვის და სად ხარ და თუ ხარ, იცოდე, რომ შენ გელოდებას აქ დედა, მამა, დეიდა, საქართველო, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ყველა გელოდებით გური. არაფრის შეგეშინდეს, არავისი არ შეგეშინდეს. თუ შეძლებ რომ მოგვაწვდინო ხმა, მოგვაწვდინე და გითხარი. თუ დახმარება გჭირდება, ჩვენ კი არა, მთელი საქართველო გეხმარება გური. მთელი საქართველო შენ გვერდში დგა. ყველა აბსოლუტურად შენ ვერ წარმოიდგენ რამდენი ადამიანი სკულში ზიხარ და რამდენი ადამიანი იმედი ხარ რომ გამოჩდები და გამოჩდები ცოცხალი საღი და ჯანმრთელი და არ ვიცი ძალიან ემოციურია ეს ჩემთვის. ერთს გეტყვი გური დეი, გამოჩდი, მოდი, გაგვაგონე და ზუსტად ვიცი რომ შენ სოფოს შენინებით ამ ყველაფრისთვის არ გაიმეტებდი. თუ ცოცხალი ხარ და თუ თვალები ღია გაქვს, დედას ამისთვის არ გაიმეტებდი. თამარ, ძალიან დიდი მადლობა. ძალას გისურვებთ, გამძლეობას გისურვებთ. ამ ყველაფერს ემატება ძალიან ბევრი ისეთი რამ, რაც სოციალურ ქსელში ახლა ბოლო პერიოდში გააქტიურდა. უბრალოდ რაღაცნაირად უნდა მოიკრიბოთ ძალა. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები დღეს თქვენს გვერდით არიან. დღეს გური არის ყველას ჩვენი შვილი, ჩვენი ძმა, ჩვენი ოჯახის წევრი, ჩვენ ძალიან დიდი ძალა ვართ და ეს ძალა აუცილებლად იპოვის სიმართლეს. მადლობა კიდევ ერთხელ ყველა ადამიანს, ვინც დღეს გურითი არის მოცული. მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც პირდაპირ ეთერები აქვთ და ისინიც შემოტევებს უძლებენ. ვერ დაბლოკავენ ყველა ვიდეოს, ვერ დაარეპორტებენ ყველა კომენტარს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვართ. როდესაც მე თქვენთან კონტაქტზე ვარ, ყოველთვის ასე გემშვიდობებით. შემდეგი ჩვენი კონტაქტი უკვე იყოს გილოცავ. ჩვენ ვიპოვეთ, ჩვენ შევძელით. აი ამ იმედით გემშვიდობებით. ბედნიერად.